მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მოდით ვნახოთ, რა გელოდებათ პირადის კუთხით. რა სიახლეები შემოვა, რა იქნება თქვენს პირადში. ისევ ორი ვარიანტი გვაქვს, პირველი მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად იქნება ახლოს თქვენთან და ნახოთ. აი ორი ვარიანტი არის. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. აი ნახეთ აქ ორიანი თასები ამოვიდა ჩემო ძვირფასებო, აქ ნამდვილად არის სიყვარული, ემოციები, თუ არავინ არ არის ახლა თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი ალბათობით შემოვა პიროვნება თქვენს სივრცეში. ორიანი თასები უფრო ეს არის რაღაცა ახალი ურთიერთობის დასაწყისი ზოგადად ან განახლებული ეტაპი. ზოგადად გეტყვით, რომ კი აქ თქვენს ცხოვრებაში იქნება ძალიან დადებითი, სასიამოვნო, რომანტიული თემები. აი ესეთ რაღაცას გვიჩვენებს ტარო. მოდით აბა კიდევ დავამატოთ. ნახეთ როგორი თემა არის, აქ რაღაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეიძლება გაიარეთ. უფრო შეიძლება თქვენმა პარტნიორმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მიჩვენებს აქ. შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ რაღაცა ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიარეთ, წარსულზე ფიქრი, რაღაც ნეგატიური თემები, თუმცა აქ რაღაცა ეს უარყოფითი ენერგიები მიდის, კი აი ახლა შეიძლება, არ ვიცი, ზოგიერთები შეიძლება ძალიან მარტოსულად და იმედგაცრუებულადაც გრძნობდეთ თავს, არ გამოვრიცხავ. იმიტომ რომ ახლა რაღაც გზას ვერ ხედავთ, ან გამოსავალს ვერ ხედავთ რაღაც სიტუაციაში, თუმცა მოვლენები ძალიან სწრაფად შეიცვლება, ესე ვიტყოდი და შეიძლება ცოტა დრო კი დასჭირდეს ამ ყველაფერს, აი მოლოდინს აჩვენებს, მაგრამ აი ამ რაღაც მოლოდინისგანაც თავისუფლდებით ძალიან მალე. აი ესეთი მომენტი არის. მოდით აბა კიდევ დავამატოთ. ხო, აქ რაღაცამ არ ვიცი, ძალიან დიდი გულისკენა შეიძლება იყოს, აი სიახლისკენ მიდიხართ, რაღაც ახალ ენერგიებში გადადიხართ პირადის კუთხით და რაღაც მნიშვნელოვან არჩევანსაც აკეთებთ, აი ესეთი მომენტი არის. რაღაც ძალიან გაგახარებთ პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. მოდით აბა სასიყვარულო ორაკულიდანაც დავამატოთ. რას გვიჩვენებს ორაკული? აი ზუსტად ის არის, რომ პირველ რიგში იმის გაცნობიერება, რომ თქვენ იმსახურებთ სიყვარულს და რაღაც ურთიერთობას აქ მიეცემა შანსი, აი ესე ვიტყოდი. ან თქვენ მისცემთ შანსს. აი ესეთი მომენტი არის აქ ჩემკარგება, მაგრამ პირველ რიგში რაღაც წარსული თემაც ალბათ უნდა გაიაზროთ რა, აი გააცნობიეროთ, წარსული გაუშვათ, აი ესეთ მომენტს აჩვენებს, ვინც არჩია პირველი ვარიანტი. ყველასთან შეიძლება ესე ერთ მომენტში არ რეზონირდეს, სხვადასხვანაირად რეზონირდეს, იმიტომ რომ მაინც საჯარო გაშლა არის და სხვადასხვა ენერგიები ირევა. აი ნახეთ აქაც 6-იანი თასები, ნუ ძალიან ისეთი არკანები ამოდის, როგორც ჩანს ტარო მართლა გვესაუბრება, აქ არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, სულიერი, ჩემთვის 6-იანი თასები ძალიან მიყვარს. ეს არის სულიერი კავშირი, ემოციური კავშირი ორ ადამიანს შორის, ძალიან ძლიერი ემოციური და სულიერი ბმა ამ დროს. აქ შეიძლება იყოს რაღაც წარსული ნოსტალგიაც და ფიქრიც ზოგიერთების შემთხვევაში, მაგრამ რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი კი ჩანს, აი მართლა უკვე სულების დონეზე პირველ ვარიანტში თუ უფრო რაღაც ახალი იყო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა რა. აბა ვნახოთ ახლა რა ხდება აქ, რა სიტუაცია გვაქვს. რაღაც ახალი შანსი გეძლევათ, აი ესე ვიტყოდი. და რაღაც მდგომარეობიდან გამოდიხართ, აქ რაღაც კრიზისული სიტუაციიდან. აქ მგონია, რომ შეიძლება უფრო წარსული ურთიერთობა იყოს, რასაც შეიძლება ახალი შანსი მიეცეს, იმიტომ რომ 6-იანი თასები ეს მაინც არის რაღაც წარსული თემა, მაგრამ აქ რაღაცა თითქოს აი ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება მოხდა და პირველ რიგში ის არის, რომ რაღაც შიშებისგან და ილუზიებისგან უნდა განთავისუფლდეთ თქვენც და შეიძლება თქვენი პარტნიორიც ეს გჭირდებოდეთ აშკარად. და რაღაც აი სიახლისკენ გადასვლას აჩვენებს, რაღაც გამოსავლის პოვნას.
კონკრეტულ თემაში. რაც ეხება პირადს, აი ესეთი მომენტი გვაქვს ახლა აქ. აქ რაღაც მნიშვნელოვანი საუბარიც ჩანს, სხვათა შორის კომუნიკაცია ძალიან მოულოდნელი თქვენთვის. ხო, ახლა რაღაც ძალიან განცდებში ხართ. ადამიანისგან ჩანს რაღაც ინიციატივა აქ რა, ესა ვიტყოდი. და რაღაც სიახლე, ახალი ენერგიების შემოსვლა. და ძალიან ბევრი კომუნიკაცია. ზოგიერთების შემთხვევაში შეიძლება იყოს ყოფილის თემებიც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ რაღაც ისე წარსული თემები ძალიან იკვეთება აქ, მაგრამ თითქოს რაღაც სიტუაციის განეიტრალება აშკარად მოხდება რა, ეს რო იცოდეთ. მოკლედ ეს არის ჩემო კარგებო, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენთან და წარმატებებს გისურვებთ ყველას.